გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ამ ვიდეოში მოგიყვებით იმის შესახებ თუ რატომ არის სვანური კოშკი გენიალური. უკვე ტანში მივლის ისეთი ამბები უნდა მოგიყვეთ, არხის გამოწერაც არ დაგავწყდეთ გთხოვთ. ნაწილი პირველი, მურყვამის გენეზისი. სვანეთის სოფლები და კოშკები მთელი ცივილიზაციის ერთგვარ სახეს ქმნის. სვანური კოშკი ეს ქვის მატიანე, მრავალსართულიანი თავდასაცავი და სამეურნეო ნაგებობაა, რომელსაც ასევე მურყვამს ვუწოდებთ. მათი აგება მე-11-13 საუკუნეებს უკავშირდება. ეს იყო პერიოდი, როდესაც საგვარეულოებს მუდმივად უწევდათ თავდაცვა, როგორც გარემტრისგან, ასევე შიდა დაპირისპირებების დროს. სვანური კოშკები მოცულობით და ფორმით, როგორც ვიცით, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მათი სიმაღლე 25-30 მეტრია, უკეთ წარმოდგენისთვის კი, რომ ახედოთ 9 სართულიან კორპუსს, რამდენიმე მეტრით მაღალია. მისი გარშემოწერილობა 4 მეტრი 4 მეტრზეა, ან 5 მეტრი 5 მეტრზე და მაღლა აზიდული სიმეტრიულად. შიდა სართულები ერთმანეთს მხოლოდ გადასაადგილებელი კიბით უკავშირდებოდა, ეს იმიტომ, რომ საფრთხის დროს მარტივი ყოფილიყო ქვედა სართულებისგან იზოლირება. მთლიანი კონსტრუქცია ორი ნაგებობისაგან, ანუ ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ეს იყო თვითონ კოშკი, ანუ მურყვამი და საცხოვრებელი, იგივე მაჩუბი. კოშკი 4, 5 ან 6 სართულისაგან შედგება და აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმ მომენტს, რომ შესასვლელი ქონდა მხოლოდ 5 მეტრის სიმაღლეზე, ანუ მეორე სართულზე, მაჩუბის ზემოთ. და ეს იყო ფაქტიურად პირველი თავდაცვითი ხაზი. კოშკი როგორც ასეთი საცხოვრებლად არ გამოიყენებოდა, როგორც უკვე თქვით, საცხოვრებელი იყო მაჩუბი, ხოლო კოშკი კი იყო მხოლოდ თავდაცვისა და საგანძურის შესანახი ადგილი. განსაკუთრებული იყო უშუალოდ მაჩუბის დიზაინიც და ეს განსაკუთრებულობა გამომდინარეობდა იქიდან, რომ აქ ერთად ცხოვრობდნენ ადამიანები და შინაური ცხოველები. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, რადგან საქონლისგან გამოყოფილი სითბო ღამით უზრუნველყოფდა ოთახის გათბობას. ფაქტიურად ეს იყო ინტეგრირებული ენერგოეფექტური სისტემა, სადაც ეთნოგრაფია და არქიტექტურა იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს. განსაკუთრებულია კოშკის ბოლო სართული, რომელიც თავდაცვისა და დაკვირვების უმთავრესი წერტილი იყო. ამ სართულზე იყო განთავსებული ეგრეთ წოდებული სათოფურები. ბოლო სართული ასევე ჰორიზონტალური და 360 გრადუსიანი სივრცითი კონტროლისთვის გამოიყენებოდა, რაც ფაქტიურად მთელი საგვარეულოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. აღფრთოვანებას რაც იწვევს, ასევე არის ამ ნაგებობის საინჟინრო გამძლეობა. ეს ტრაპეციისებრი ფორმა, სქელი ფუძე და მონოლითური კედლები ფაქტობრივად ანტიკურ სეისმომედეგ კონსტრუქციას ქმნიდა, რამაც საშუალება მისცა საუკუნეების მანძილზე გაეძლო სტიქიებისთვის. ეხლა რაც შეეხება მასალებს და მშენებლობის პროცესს. ნაწილი მეორე. საინჟინრო საიდუმლოებები. ეთნოგრაფიულ მასალებში ჩანს, რომ კოშკების მშენებლობა ბუნებრივია, საკმაოდ შრომატევადი იყო და 2-3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამშენებლო მასალად გამოიყენებოდა ადგილობრივი რესურსები, ეს იყო რიყის ქვა, კლდის ქვა და ფიქალი, ხოლო დუღაბისთვის კი იყენებდნენ კირსა და ქვიშას. კოშკის ასაგებად საჭირო იყო 9 საკირის გამოწვა, რაც ასევე მთელი პროცესის სირთულესა და მასშტაბზე მიუთითებს. სვანებმა კარგად იცოდნენ, როგორ უნდა გამოეყენებინათ მათი ირგვლივ არსებული რესურსები და როგორ უნდა ემუშაოთ ბუნებასთან ჰარმონიულად. კოშკის აგების მთავარი ტექნოლოგია კი კედლების წყობა და უნიკალური დუღაბი იყო. იყენებდნენ იშვიათი სიმტკიცის კირის ბათქაშს, რომელიც კოშკისთვის ნამდვილი ჯავშანი იყო. ეს დუღაბი იცავდა კონსტრუქციას ტენისა და ატმოსფერულ ზემოქმედებისაგან, ერთმანეთთან აკავშირებდა მასიურ ქვებს და ერთიან მონოლითურ კონსტრუქციას ქმნიდა. რაც აღსანიშნავია ასევე ზედა სართულებისთვის ცალკე ამზადებდნენ საგანგებო ხსნარს. ეს ჩვეულებრივი დუღაბისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას უმატებდნენ რძეში შეზავებულ ჭვავის ფქვილს. ეს დანამატი კედელს კიდევ უფრო სიმტკიცეს მატებდა. ეხლა რაც შეეხება კოშკის სტრუქტურას. საძირკველი იჭრებოდა მიწაში მინიმუმ 1 მეტრის სიღრმეზე და ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენა იყო ის, რომ პირველი რიგები იგებოდა დუღაბის გარეშე მშრალი ჩალაგებით, რაც ელასტიურობას ზრდიდა მიწისძვრის დროს და კოშკს აძლევდა საშუალებას, რომ ემოძრავა გრუნტთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სვანების არაჩვეულებრივ არქიტექტურულ აზროვნებას. რაც შეეხება კედლებს, ქვები რიგებად ლაგდებოდა გარე და შიდა პერიმეტრზე, ხოლო შუაში კი ივსებოდა მცირე ზომის ქვა ნამტვრევებით. ყოველი რიგი შემდეგ კი დუღაბით ამუშავებდნენ და თითებით ასწორებდნენ. კედლების სისქე ძირში იყო 1.5 მეტრი, ზემოთ კი ვიწროვდებოდა. ეს ტრაპეციისებრი ფორმა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ესეც სეისმომედეგი საინჟინრო გადაწყვეტა იყო. სიმაღლის ზრდასთან ერთად
გარდა მოცულობისა, კედლების სისქეც თხელდებოდა, რის გამოც სიმძიმე თანაბრად ნაწილდება მთელს კონსტრუქციაზე. კედლების მშენებლობისას მეორე ან მესამე რიგზე ხის თხელ ფირფიტებს ალაგებდნენ ჰორიზონტალური ბალანსისთვის. ეს იყო ფაქტობრივად თანამედროვე არმირების პრინციპის ანალოგი, აი ლითონისგან რო ქსოვენ ხოლმე სანამ ბეტონს ჩაასხამენ. დაახლოებით მაგის მაგივრობას წევდა. კოშკის შიგნით სართულებს შორის ტარდებოდა სქელი ხის ბალკები, რომელზეც უკვე იგებოდა ფიცრის იატაკი. შუა სართულები წარმოადგენდა როგორც საბრძოლო პლატფორმებს, ასევე ეს იყო სამყოფელი. გამომდინარე იქიდან, რომ კოშკის უმთავრესი დანიშნულება იყო თავდაცვა, სწორედ სამყოფელი არის ის ადგილი, სადაც ბრძოლის პარალელურად ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ლოცვებში. ლეგენდების მიხედვით კი სწორედ ეს ლოცვის და ვედრების ხმებია ის, რაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს ანიჭებს კოშკებს. კოშკის კედლებში დაკვირვებისთვის და თოფის ლულის გამოსაყოფად ხეობის ხედზე გათვლილი ხვრელები, ეგრეთ წოდებული აბაზურები იყო გაკეთებული. სვანების არქიტექტურული აზროვნების ნამდვილი აპოგეა და კულმინაცია არის კოშკის გვირგვინი. ბოლო სართული სრულდებოდა გარეთ გაწეული თაღოვანი გვირგვინით და ამ უნიკალურმა ელემენტმა გავლენა იქონია სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრებასაც. მათ კარგად შეეძლოთ ისრის ტყორცნა, თოფის სროლა და ასევე ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება იყო ქვის დაშენა და ადუღებული წყლის და ფისის გადმოსხმა. 1875 წელს, როდესაც მეფის რუსეთის ჯარს წინააღმდეგობა გაუწია სოფელ ხალდეს მაცხოვრებლებმა, ზარბაზნები დაუშინეს კოშკებს, რამაც ფაქტობრივად ვერაფერი დააკლო ნაგებობას. როგორც არის მოთხრობილი, ქვემეხებმა მხოლოდ რამდენიმე ელემენტარული ზიანი მიაყენა. ამ აჯანყებაზე ვიდეოს მესამე ნაწილში მოგიყვებით, მანამდე კი მშენებლობის პროცესში ჩართულ ადამიანებს შორის ფუნქციების გადანაწილებაზეც უნდა თქვათ რამდენიმე სიტყვა. კოშკის მშენებლობა საგვარეულოს ერთგვარ მანიფესტს წარმოადგენდა, მთელი პროცესი ემყარებოდა მკაცრ სოციალურ იერარქიას. ინიციატორი და ესე რომ ვთქვათ, მთავარი რესურს მენეჯერი იყო საგვარეულოს უფროსი, ის მართავდა და უზრუნველყოფდა ყველაფერს. შემდეგი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ოსტატ ხუროთმოძღვარს, ის იყო მთავარი არქიტექტორი, ინჟინერი და კონსტრუქტორი ერთ ადამიანში. მის ცოდნაზე იყო დამოკიდებული კოშკის სტაბილურობა, კედლების შევიწროების კუთხე და ბათქაშის ხარისხი. დანარჩენი კი იყო ფაქტიურად საგვარეულოს ყველა წევრი. ეს იყო ერთგვარი თემური შრომა. ყველა წევრი იყო ჩართული ქვების მოზიდვაში, მომარაგებაში და ზოგადად კოშკის აგებაში. კოშკის სახით ერთდროულად შენდებოდა ფაქტიურად როგორც თვითონ კონსტრუქცია, ასევე საგვარეულოს ერთიანობისა და სიძლიერის სტატუსი. ნაწილი მესამე. ხალდეს აჯანყება. როცა კოშკებზე და მის სიმტკიცეზე ვსაუბრობთ, იქ აუცილებლად სვანების სულის სიმტკიცეზეც უნდა ვთქვათ და ეს ვიდეოც არ გამოვიდოდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი არ მომეყოლა ხალდეს აჯანყების შესახებ. ხალდეს აჯანყება მეფის რუსეთის მიერ გლეხებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებამ გამოიწვია, რასაც თან უამრავი შეურაცხყოფა და ადამიანების დამცირება ახლდა, რამაც ფაქტიურად გამოიწვია ეს აჯანყება. ეს აჯანყება ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენაა. ამ ბრძოლაში ხალდეში მცხოვრები 32 მამაკაცი რუსეთის 2000 კაციან არტილერიას ებრძოდა და ბრძოლა მთელი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. 32 კაცი 2000-იანი არმიის წინააღმდეგ. ბრძოლა 1 აგვისტოდან 27 აგვისტომდე უწყვეტად გრძელდებოდა, სანამ ხალდელებს ტყვია წამალი არ გამოელიათ. ამის შემდეგ კი მტერმა მთელი სოფელი მიწასთან გაასწორა. ისტორიაში გადმოცემულია, რომ როდესაც კოშკების 4-ვე კედლის ძირში ლაღუმი ჩაუდგეს და ააფეთქეს, ლაღუმი ეს ქვის მასივის ასაფეთქებელი საშუალებაა, რომელსაც სხვადასხვა მინარევებისგან ამზადებდნენ. მოკლედ აფეთქების შემდეგ კოშკი მაინც არ ჩამოიშალა და დაუნგრევლად წამოიქცა მიწაზე, როგორც ძირში მოჭრილი უზარმაზარი ხე. მას შემდეგ, რაც სოფელი ხალდე ბოლომდე გადაწვეს და გაანადგურეს, გამოიცა ბრძანება, რომ სოფლისთვის შეეცვალათ სახელი და იქ არასოდეს არავინ არ უნდა დასახლებულიყო. ხალდეს აჯანყებას მთელი ქართული საზოგადოება გულისყურით ადევნებდა თვალს. ქართველი ინტელიგენციის ყურადღების ცენტრში იყო ასევე აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. საქართველოს სახელით სასამართლოზე მათ თავად აკაკი წერეთელი იცავდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძე კი ყოველდღიურად აშუქებდა მოვლენებს და მისი დამსახურება არის, რომ ამ ფაქტის ამსახველი ხელნაწერები შემოღჭა. მან, როგორც ახლა ფოტოზე ხედავთ, 4 ბრალდებულის ჩანახატიც კი გააკეთა.
ამ ფაქტის მთავარი მომენტი ზუსტად ის არის, რომ მაშინდელი ინტელიგენცია საზოგადოების ასე რომ ვთქვათ დაკვეთას ასრულებდა. ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ხალხის ინტერესები დაეცვათ და დაეკმაყოფილებინათ. ყველა შესაძლო გზით ცდილობდნენ როგორც დაცვას, ასევე ისტორიის შემონახვას. სწორედ მათი დამსახურება არის, რომ ხალდელები ჩამოხრჩობას გადაურჩნენ და სიკვდილის ნაცვლად კატორღა და გაციმბირება შეუფარდეს. ხალდეს მკვიდრი მომი ჩეგიანი, რომელზეც ინფორმაცია არსებობს, რომ იყო ერთადერთი, ვინც გადასახლებიდან 12 წლის შემდეგ დაბრუნდა განადგურებულ და ხალხისგან დაცლილ სოფელში. მისი შთამომავლები იხსენებენ, რომ თურმე მეუღლე ქვემო სვანეთში ერთ-ერთ წარჩინებულ და შეძლებულ კაცზე მიუთხოვებიათ. მომი ჩეგიანი კი კითხვა-კითხვით კარდაკარ ძებნის დროს მას შემთხვევით გადაეყარა. იმ დღესვე მეუღლესთან და შვილთან ერთად დაბრუნებულა ხალდეში და ასე აღდგა სიცოცხლე განადგურებულ სოფელში. მისივე ინიციატივით აღადგინეს ხალდეს მაცხოვრის ეკლესია. მომი ჩეგიანის სვანურ ლექსზე კი ხალდელების გმირულ ისტორიას მიეძღვნა საფერხულო სიმღერა გაულ გავხი. დღეს სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2011 წელს ქვის არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა პრემიით ხალხური არქიტექტურა. საერთო ჯამში სვანური კოშკების გენიალურობა განპირობებულია მათი მდგრადობით და იმ თავდაცვითი ფუნქციით, რაც ჩააქსოვეს აი ამ ქვებში. ეს არის უმაღლესი არქიტექტურისა და უნიკალური დიზაინის სიმბოლო, რომელიც საგვარეულოების ერთიანობას საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა. გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო, სვანური კოშკებით სულის სიმტკიცეს გისურვებთ თითოეულს.